კარჩე ევროპაში აპოკალიფსი მძვინვარებს. რამოდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ ირლანდიაში მოხდა საზარელი მკვლელობის მცდელობა, რომელშიც ეჭვმიტანელი არის 30 წლის ჰადი ალოდიდი. ადამიანი, რომელმაც შუაგულ ქუჩაში თანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ადგილობრივ ირლანდიელს, რომელიც არის წარმოშობით სუდანელი თავშესაფრის მაძიებელი და ჩვენ შეიძლება უკვე ეს ფაქტი ჰენრი ნოვაკის მკვლელობიდან მივიჩნიოთ უკვე სერიოზული ნიშანი მის შესახებ თუ რეალურად რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც კრიმინალის დონე იმდენად არის გაზრდილი, რომ ვერც თქვენ ბავშვს, ვერც თქვენ მეგობარს, ვერც თქვენ სათანადოდ აღჭურვილ პირსაც კი, ანუ ნებისმიერ ადამიანს 6 საათის შემდგომ ვეღარ გაუშვებთ გარეთ და ვეღარს თქვენ ვეღარ გაისცინებთ, იმიტომ რომ რენდომად შეიძლება შეხვდეთ ასეთი ორანგუტანგი და მოგაყენოთ მრავლობითი ჭრილობა იმის გამო, რომ უბრალოდ თეთრი ხარ. მეგობრებო, ეს საზარელი მკვლელობის მცდელობა, რომელიც მოხდა რამოდენიმე დღის წინ, ამას არ გამოვტოვებდი, ბუნებრივია, ჩემმა ბევრმა გამომწერმაც მომწერა ამის შესახებ. დღეს გადავწყვიტე, რომ შევაფასო როგორც ამ ადამიანის ზოგადად არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებლობის ის აღვირახსნილი პოლიტიკა, რასაც ევროკავშირით ზოგადად ევროპული პოლიტიკა ეწევა იმისათვის, რომ თეთრები ჩაანაცვლონ, თეთრები რაც შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ. აქედან გამომდინარე, მოდი გამიწიეთ სამსახური იმით, რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რადგანაც ამ თემაზე ჩემ გარდა ქართულ YouTube-ზე არავინ არ საუბრობს. გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი გადავიდეთ და განვიხილოთ ეს სიუჟეტი. Footage circulating online appears to show an attempted beheading on the streets of Belfast. The video shows the suspect on top of a man apparently shouting in a foreign language while taking... რა ხდება ამ იმაზე მინდა 2 სიტყვით გითხრათ, ანუ ვიდეოს უღებდნენ. ნუ ჯერ არ ვიცი ეს რა ტრენდია ახალი, რომ კაც თავს ესხმიან, თვალში ჩაარტყა დანა, ყელის არეში ჩაარტყა, რაღაც ლოყა გაუჭრა ჯოკერივით და ამ დროს ვიდეო აღებული აქვს ესე, აი დასირებული ევროპელები და უღებენ ამას. ანუ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, აი ირინა ზუროვსკაია გახსოვთ უკრაინელ გოგოს რო ყელი გამოჭრეს ამერიკაში? ორანგუტანგი რო დაიჭერეს მანდაც. დაახლოებით, ანუ მიზეზი არ ყოფილა, რენდომ კრიმინალი ცით რა არის, ანუ ბრიტანეთში რენდომ კრიმინალი არის კულტურა. ანუ შეიძლება უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ და თავს დაგესხან, დაგჭრან, მოკლან, რავი, ჩაკპისდონ ბოლომდე და ამ დროს პოლიციამ იმისათვის რომ არალეგალი მიგრანტების უფლებები არ დაირღვას, აქეთ თქვენ დაგაკავებენ როგორც ჰენრი ნოვაკი, ასევე ინგლისელი ბიჭი, რომელიც საუთემპტონში მოკლეს, რავი, წაგიყვანენ და გეტყვიან რომ რასისტი ხარ. იმის გამო რომ უბრალოდ ხელს რატო უშლი თავდასხმელს თავისი საქმიანობის განხორციელებაში. ანუ სერიოზულად არიან დაშტერებულები ევროპაში, მინდა გითხრათ, ანუ განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ეს ეხება არა მარტო თვითონ ინგლისს, არამედ ირლანდიას, შოტლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიას, ანუ მთლიანად არის სერიოზული საიმიგრაციო პოლიტიკა. რენდომ კრიმინალი არის, აი პიკზე რასაც ქვია. ანუ ყოველგვარი მიზეზის გამო მიდის ადამიანების შეხვა. ამას არ განახებია მთავარი ფორმულა პირველ და ეგენი, იმიტომ რომ არ აწყობთ. A knife to his neck before hero bystanders rush in to intervene. Police confirm. ანუ მივიდა ერთი ვიღაცას გამბედაობა იყო და წინააღმდეგობა გაუწია და ეს ადამიანი მრავლობითი ჭრილობით გადაარჩინეს. და ეს სუდანელი მიგრანტი დაიჭირეს. That one man had been arrested while the second man had been taken to hospital with serious injuries. The attack has been condemned by local politicians and police are appealing for witnesses to come. და ამ ყველაფერს მოყვა მეგობრებო, მასობრივი გამოსვლები უკვე ჩრდილოეთ ირლანდიაში ქალაქ ბელფასში წვავდნენ ვიტრინებს, უვარდებოდნენ საჯარო სამსახურის სხვადასხვა ობიექტებს და მთავრობას მოუწოდებდნენ რომ ცოტა გამოფხიზლებულიყვნენ. რადგანაც სერიოზულად არის, ანუ ბრიტანეთში სერიოზულად არის საქმე დაკავშირებული იმასთან, რომ არის სერიოზული ანტისაიმიგრაციო, ხო, ანუ საიმიგრაციო ჯოჯოხეთი ეგ ერთი. და მეორე, ყველაზე უარესი და ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე დიდი ის, რომ კრიმინალის დონეა ძალიან მაღალი. იმიტომ რომ თავშესაფრის მაძიებლები აქ რო ჩადიან, ანუ თქვენ ხო არ გონიათ, რომ ესენი ფილოსოფოსები, ან კიდე ექიმები და ეგენი ხდებიან. ანუ მიზანი, თავარი მოტივი რაც არის, რასაც ისინი ძირითად შემთხვევაში აკეთებენ და შადიან, ეს არის თავდასხმა ეთნიკური ნიშნით. ეთნიკური და კანის ფერის მიხედვით. ეს არაერთი შემთხვევა, ეს ეხა გამოვიდა მზის სინათლეზე და
ეხა ეცა ელდა რომ ამაზე ყურადღება გაიმახვილებინათ, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მთელი ეს პროცესები, რომელიც ეხა დაწყებულია განსაკუთრებით ბოლოს 3-5 წლის განმავლობაში, ემსახურება თავიდან ბოლომდე ემსახურება რასობრივ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებს და აგერ ხედავთ, აი ის ხალხი, რომელიც გამოსული არის ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის ქუჩებში, კანისფერზეც დააკვირდებით მათ, პათოზეც დააკვირდებით, განწყობაზეც დააკვირდებით და ყველაფერზე დააკვირდებით, რომ ამ ადამიანებს რეალურად უყვართ საკუთარი ქვეყანა და არ უნდათ რომ საკუთარი შვილების, საკუთარი ოჯახის წევრების, საკუთარი ცოლების და სხვადასხვა იმ ადამიანების, რომელიც მისთვის ძვირფასია, აღმოჩნდნენ პოტენციური თავდასხმის ქვეშ და საფრთხის ქვეშ, ხვდებით? აი ამ ხალხს, რომელსაც ადარდებთ საკუთარი ქვეყანა, იმიტომ პრემიერ-მინისტრი კაირ სტრამერს ფეხებზე კიდია საკუთარი ქვეყანა. კაირ სტრამერი დაკავებულია მაგალითად და მისი მთავრობა საქართველოს კრიტიკით, რომ დემოკრატიული პროცესები ვერ არის საქართველოში თურმე. და ამ დროს ჰენრი ნოვაკი, რომელიც საუთემპტონში მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, შეგიძლიათ ეგ ვიდეოებიც ნახოთ, გავრცელებულია მაგ ვიმეებს ვერ განახებთ, რადგანაც არის 18+ და ამას კრძალავს ზოგადად მეინსტრიმ პლატფორმა, რომელიც არის განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული, რომელსაც პოლიციამაც დააფარა ხელი, პოლიციამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანს, რომელსაც მრავლობითი ჭრილობა ქონა მიყენებული, არ გადაიყვანეს მედპუნქტში. რის წყალობით ჰენრი ნოვაკი მრავლობითი ჭრილობით იქნა მოკლული და შემდგომ უკვე აი ეს ამბავი, რომელიც ახლა აი აქ ხდება რა. ხალხო, ანუ რეალურად რა მინდა დღის წესრიგში ეს კითხვა შემოვიტანოთ, არ დაფიქრებულ ხართ აქამდე? რატო არსებობს ევროპის კონტინენტზე და ევროკავშირში აზლუმ სიქერი? აი რა არის აზლუმ სიქერი? ალბათ საქართველოში განსაკუთრებით იციან. თავშესაფრის მაძიებელი სტრუქტურა. კოპენჰაგენის რეგულაციით მარეგულირებელი, რომ მაგალითად ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყანები განსაკუთრებით, იმიტომ ბრიტანეთი, რომელიც ბრექსიტით გავიდა, თქვენ გქონიათ რამე ბენეფიტები მოიგომანთ და რაღაცა ბრიტანეთში რამე შეიცვალა არანაირად ხალხო, იგივე პოლიტიკა, იგივე ნაირი მესეჯ ბოქსები. ერთი რაც ევროკავშირი აკეთებს. თავშესაფრის მაძიებელი სტრუქტურა, როდესაც გაქვს ევროპას, რომელიც არის სოციალიზმის პირმშო. რომ მაგალითად ნარკომნებს ვითომ სხვადასხვანაირი ჯგუფის დაავადებებითა და სინდრომებით მქონე ადამიანებს პატრონობს ევროპა, საკუთარ ქვეყანაში დევნილ ადამიანებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აფრიკიდან, რომლებიც აწყდებიან იმ მიზეზით, რომ აბა ევროპა გვიშველე და ევროპელო ხალხო, გადაგვიხადეთ ფული იმისათვის, რომ არალეგალი მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ კომფორტულად. ბრიტანეთში ამის სასტუმროები არსებობს, ჰოსტელები არსებობს, მრავალი სხვადასხვა სერვისი არსებობს და ეს ხალხი რო ჩადის, წარმოიდგინეთ ბრიტანეთის მთავრობა ბრიტანელი ხალხის ჯიბიდან უხდის 1500-2000 გირვანკა სტერლინგს. იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანაში ვითომ დევნიან მათ. განსაკუთრებით პოპულარულები არიან ავღანელები, ერაყელები, სირიელები, სუდანელები. და სხვადასხვა ორანგუტანგის ჯიშის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც არა მარტო თავშესაფრის მაძიებელთა პოლიტიკის კუთხით შედიან ევროპაში, არამედ როგორც არალეგალი მიგრანტები. იმიტომ რომ ბრიტანეთში არ გავა დღე, რომ გიბრალტარის სრუტე არ გადმოკვეთოს არალეგალი მიგრანტებისგან დატვირთულმა დიდმა გემმა, რომელიც სავსეა ფილოსოფოსებითა და იმით რა ქვია, უდიდესი მათემატიკოსებით. ხო და ეს პაპუასი ხალხი, რომლებსაც აფრიკაში არაფერი არ უნახიათ, ჩადიან ევროპაში, ხედავენ ცივილიზაციას. ევროპელები არიან ლენჩები, ისინი უხდიან ფულს იმისათვის, რომ აი მაკრონი ხარა, რა დონის ტუპოია, ხო? მაკრონი. რომელსაც კაცი ყავს სოლოთ. ეს ვიცის ყველამ აბსოლუტურად. არსებობს საფრანგეთში სოციალური დახმარება, რომელიც მიდის ფრანგეთის ჯიბიდან, იმისათვის, რომ არალეგალი მიგრანტები და ზანგები შეინახონ. ხალხო, მე ვისაუბრე ძალიან ლოგიკურ კითხვას და არ ვიცი ხა თქვენ გიფიქრიათ ამაზე, არ გიფიქრიათ, მე არ მაინტერესებს. ერთ კითხვას ვსვამ ძალიან ნათელს. ეს არის თუ არა რეალურად ევროპელი ხალხის ჩანაცვლება ნეგროიდული რასის ხალხით? არის თუ არა? მოდი ალბათ საკუთარ თავს დავუსვით ეგ კითხვა. სოფლიო ჩემპიონატზე, ეგერ მე პორტუგალიის გულშემატკივარი ვარ სოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ რონალდო მინდა რომ მოიგოს სოფლიო და დაამტკიცოს რომ არის საუკეთესო. სოფლიო ჩემპიონატზე, რომლის სტატისტიკა გამოქვეყნდა რამოდენიმე დღის წინ, ყველაზე მეტი აფრიკელი ლეგიონერი ნაკრებში, ანუ კლუბში კი არა, კაც კლუბში ოკეი, მესმის ახლა რომ პარი სენ-ჟერმენში ამდენი ზანგიროა, მესმის. რომ კლუბია ეს. მადრიდის რეალში რომ ამდენი ზანგია, მესმის კლუბია მეცა. საფრანგეთის ნაკრებში
ბელგიის ნაკრებში, ინგლისის ნაკრებში, ჰოლანდია და აღარ მინდა ხა გავყვავ ყველაფერს. ყველაზე მეტი აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელი. რატომ აი კითხვა არ გიჩნდება და რატომ? თქვენ გავიგეთ ნახე 1975 წლის 80-იანი წლების აი პლატინის დროინდელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები. თეთრკანიანები, ხო? რატომ შეიცვალა ასე? ეს არის ევროკავშირის დაგეგმილი პროექტი იმასთან მიხედვით, რომ ევროპაში თეთრები უნდა გაქრნენ. ანუ ევროპული ცივილიზაცია, რომელიც იყო ყველაზე მოხდილი, ყველაზე ავთენტური, ყველაზე კულტურული, ყველაზე მეტად დახვეწილი და არისტოკრატული მთელი ისტორიის განმავლობაში ეს ცივილიზაცია, რომელიც ჩვენ გვიყვარს ის ევროპაზე მაქვს საუბარი. მიიღეს მთელი ამ საკუთარი შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, გაატარეს ყველა ის პროექტი, რომელიც ემსახურება ამ ევროპელი ხალხის შანაცვლებას. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს კოპენჰაგენის შეთანხმება, დუბლინის შეთანხმება, ბერლინის შეთანხმება, თავშესაფრის მაძიებელთა მიხედვით 2 მილიონი თავშესაფრის მაძიებელი მარტო 6 თვეში შევიდა გერმანიაში 2015 წელს ანგელა მერკელის პერიოდში. ხალხო, თუ მე მეძახიან ევროპის კრიტიკოს, რომ ევროპა გეზიზღებაო, მე მეუნებიან მაგას, რომელსაც ევროპა ყველაზე მეტად უყვარს. აი 80,000 კაცი ხო იყო აქციაზე. შიგ ევროპელებს, რომელსაც ჩვენ უწოდებთ, ყველაზე არაევროპელი ხალხი. ის ხალხი მე მეუნებოდა რა თურმე ევროპა მძულს და რუსეთი მიყვარს, რომელიც ყველაზე მეტად იცავს ევროპულ ცივილიზაციას ბომჟებისგან, პაპუასებისგან და თავშესაფრის მაძიებელი ორანგუტანგებისგან. ანუ როგორ შეიძლება მე დამიძახო ევროპათ მოძული ადამიანი, როდესაც მიყვარს ბეთჰოვენი, მოცარტი, გიჟდები ევროპულ კულტურაზე, ევროპულ ლიტერატურაზე. აი პარიზის ღვთისმშობლის მაგალითად ჩემი ერთ-ერთი სურვილია რომ დავესწრო პარიზის ღვთისმშობლის იმ პიესას, რომელიც იდგმება საფრანგეთში. ვიქტორ ჰიუგოზე ვგიჟდები. ძალიან მიყვარს ევროპული კლასიკოსები. ევროპული სამხატვრო მიმართულებები, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ძალიან ბევრი რაღაცა. კომპოზიციები, პროზა, პოეზია, თეატრი, დრამატურგია, ისტორია, ვგიჟდები ევროპულს ყველა. მე რატო ვარ ევროპის მოძულე ხალხო? რახან ვაპროტესტებ ევროკავშირის ამ საზარელ და წინასწარ გათვლილ გენოციდალურ ჩანაცვლების ანტიევროპულ პოლიტიკას, ჰა? ანუ აი ვერ ხვდები უბრალოდ ტიპები ამბობენ რომ ევროპა უყვართ და ვერ ხედავენ ევროპაში რა ხდება. ასეთი დიდებული ფრანგული კულტურა აღარ არსებობს. ევროპაში რაც კი ძვირფასი იყო, ყველაფერი მუზეუმებშია. ანუ შენ თუ გინდა ევროპა ნახო, უნდა წახვიდე ლუვრში მაგალითად. ნახო მაგალითად საფრანგეთის ისტორია. რა შენ საფრანგეთის ისტორიას ვეღარ ნახავ გარეთ. მთელი ეს შესანიშნავი ფრანგული რომანტიზმი არის მოქცეული ლუვრის მუზეუმში. რომელიც ასევე დაახლოებით 6 თვის წინ ასევე ფერადკანიანებმა გაძარცვეს, მინდა გითხრათ. თან დროს რომ ევროპა იყოს დაკავებული ანტისაიმიგრაციო და ამ აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული ანტიევროპული პოლიტიკით, მოდი არა მე მოძღრავენ რო გვინყავდეს, ბიზინა ყავდეს თუ ის ყავდეს. არა მე ხა ვიღაცა დამისვოს ხა კიდე კითხვას და მეტყვის რომ შენი მთავრობა რას აკეთებს უკაცრავად დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ უნდა განვმარტო ერთი მნიშვნელოვანი თემა. ქართული ოცნება სოციალურ დახმარებებს არ გასცემს უცხოელებს. მინდა გითხრათ. არც თავშესაფრის მაძიებლებს არ იღებს ქვეყანაში. მერე მესამე. ასევე ქართული ოცნება და ჩვენი ანტისაიმიგრაციო პოლიცია წარმატებით დევნის და ყრის ყველა კრიმინალური შემთხვევის მატარებელ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც არ ღვევენ ჩვენი ქვეყნის შიგა განაწესს. ამის უამრავი მაგალითია, შეგიძლიათ შეხვიდეთ დეპარტამენტის საიტზე გაიცნოთ. ანუ ნახეთ, ლეგალური მიგრაცია და სტუმართ მასპინძლობა სხვა რაღაცაა, მაგრამ არალეგალური მიგრაცია. თავშესაფრის მაძიებლები და რავი, თვეში 15,000 ლარს რო უხდიან, ეგ სხვა რამეა. ამიტომ დიდი ბოდიშის მოხდით, საქართველოში ეგ პრობლემა არ დგას. მადლობა ღმერთს. ხოლო აი რაც შეეხება ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ბენილუქსის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ნაკლებად.
ანუ ძალიან ტრაქში არიან რა პირდაპირ გითხრათ რა. აი ყოველგვარი პოლიტიკური კორექტულობის გარეშე ძალიან ცუდად აქვს მდგომარეობა. არ ვიცი, ეგ ხალხი რომლებიც ქართველების ემიგრანტები მიდიან ევროპაში და აუ რა მაგარი ხელფასებია, აუ მაკარონი ვიყიდე რაღაცაო 1 ევროდ და რაღაცა ხო? აუ დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ რავი, მუცელს არ უნდა გადააყოლო შენი ქვეყნის ინტერესები. მუცელს არ უნდა მუცელით არ უნდა განსესხრო. შეიძლება კარგად ჭაო, მაგრამ 6-ის მერე რო გახვალ ზანგმა გაგაუპატიუროს ქუჩაში. და რავი, 1 ევროთი გაგაუპატიურებს თუ 15 евро იღირება, მაგას რა მნიშვნელობა აქვს მე ვერ ხვდები. ანუ ხელფასებია მარტო კაი ცხოვრების დღის წესრიგი, ან ხალხო, დუბაი იცით რატოა გამორჩეული ქალაქი მსოფლიოში? დუბაი. არაბთა გაერთიანებული ემირატების ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო და ბიზნეს ინდუსტრიული ცენტრი, რატო? რომ შეგიძლია Rolex-ის საათი გაიკეთო, ან 9 მილიონიანი მანქანით გახვიდე ღამე ღია დატოვა და არავინ არ შეეხება მაგას. რატო? იმიტომ რომ კანონი კანონობს. ეძახეთ არაბეთი, მაგრამ კანონი კანონობს, ეშინიათ. დუბაიში მსგავსი რაღაცის ქმედებები, არაერთი ტესტი არსებობს და არაერთი ის რა ქვია, lifetime video. რატო? იმიტომ რომ კანონი კანონობს ერთი და მეორე არის პოლიციის სერიოზული შიში ქვეყანაში. ევროპაში რასაც ბედავენ, დუბაიში მაგას ვერ ბედავენ. რა ავღანელი ვერ ჩავა დუბაიში ვერ იზავდა? უფრო მდიდარი არ არის. არა, იმიტომ რომ ავღანელმა იცის რომ დუბაიში გატისკავენ. ევროპაში კიდე ლულები არიან ევროპაში. ლული რა არის, იცით? ლული არის ესეთი ტერმინი. აი ევროპელ კაცს ცოლს ისე მიუქინძა გვერდზე, ვერც მიხვდება საერთოდ. იმიტომ რომ დაშტერებულები არიან ევროპელები. დააშტერეს ევროპელები. აღარ არის ევროპა, რომელიც თქვენ გახსოვდათ ადრე, აღარ არის. შეიძლება რატო არის მაგალითად გერმანიაში რო შედიან და ქართველები ბევრ ამას იპარავენ? რატო? დაშტერებულები არიან და იმიტომ. ვინდა გერმანელები, ვიღაცები კი არა, ვიღაი გერმანელი რო გერმანელია გადაშტერებული. რატო მეორე მსოფლიო ომის მერე დააკომპლექსეს, ფაშიზმის კომპლექსი აკიდეს, რამე თუ პატრიოტულს გერმანიაში იტყვი და გაბრალებენ რომ ხარ ჰიტლერის მაზიარებელი. და იძულებულები არიან ჩუმად იყვნენ. ბერლინი არის თელ ქალაქში რო გახვიდე, არის წამლისა და ფაქტის სუნი დგას თელ ქალაქში. და ეს არის მაგარი ევროპა? ბელგიაში თეთრკანიანი აღარ არის საერთოდ. ბელგიაში თეთრკანიანი აღარ არის. ინგლისი აღარ ვაკლაპარაკი. ავღანელები, ინდოელები, პაკისტანელები. მერიც კი ეგეთი ყავთ, ანუ ქალაქის მერიც კი მაგეროვნების ყავთ უკვე. და მეჩეთებს აშენებენო თელი ამბები. ანუ არ ვიცი, ამ პრობლემებს ვერ ხედავ ძმაო, ესე იგი არც გინდა დანახვა რეალურად და მე რეალურად ევროპა რომ მიყვარს და მინდა რომ ძველი ევროპული კულტურა დავიბრუნოთ, ეგ არის ჩემი მთავარი ასე ვთქვათ მოტივი, რომ ქართულ ხალხს გავაგებინო, რა ხდება რეალურად იქ. მე მინდა ის დღის წესრიგი დაბრუნდეს, რომელიც ადრე იყოს, მაგრამ მე ეჭვება ეგ დაბრუნდეს, იმიტომ რომ სერიოზულად ტრაქში არიან უკვე და რაღაცების დაბრუნება უბრალოდ ვეღარ გამოვა. შეიძლება მოვიდეს ეგ დრო, რომ ახალი ჰიტლერი ვნახოთ ევროპაში. ისტორია ტრიალებს, ცირკულაცია, მეტი არაფერი. ამიტომ შეიძლება მოვიდეს მაგის დროც. და მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურიც იქნება. რას ფიქრობთ, დაწერეთ დაბლა კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დროებით.